To meet you. Nice to meet you. It's our pleasure, yeah. Having you on our TV show today. Thank you very much again for finding time for us. ბატონოროთ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და თქვენი მუდმივი მხარდაჭერისთვის. თქვენ სულ კრიტიკულ მომენტში ჩამოდიხართ ხოლმე თბილისში. ბოლო წლებში ჩვენ სულ ფორს-მაჟორში ვცხოვრობთ, მაგრამ ახლა, როდესაც რეჟიმი გადავიდა განსაკუთრებით ბრუტალურ მეთოდებზე, ჟურნალისტების დაკავებაზე, პოლიტიკური ოპონენტების ცემაზე, სრულად უკონტროლო გახდა ვითარება. ქართველი ხალხი მაინც არ ჩერდება. თითქმის 2 თვეა ყველა მეთოდით ვიბრძვით. რეჟიმი კი უკან მაინც არიხევს. რას ფიქრობთ? რა არის ჩვენთვის ახლა გამოსავალი ამ კრიზისიდან? What is the outcome from this critical situation? It's heartbreaking to see that the brave Georgians, the true patriots, ძალიან შთამბეჭდავია იმის ხილვა, რომ მამაცი ქართველები ამ ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტები, დემოკრატები არ ნებდებიან. საოცარია იმის ხილვა, რომ 50 დღეზე მეტია, რაც ადამიანები საპროტესტო აქციაზე გამოდიან. 2 დღის წინ დამოუკიდებელი მედია გაიფიცა, პროგრამები შეწყვიტა. გუშინკი საყოველთაო გაფიცვა იყო. ეს არის მკაფიო სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომ ქვეყნის უდიდესი ნაწილი არასდროს შეეგუება რუსული სტილის მჩაგვრელ რეჟიმს, ავტოკრატიას, ანტიევროპულ დამოკიდებულებებს ამ საოცარ ქვეყანაში. Anti-European sentiments in this amazing country. Ivanishvili's regime მაგრამ მაინც რეჟიმი არ თმობს და არც არჩევნების დანიშვნას აპირებს. is not going to call new election. The strategy of the ruling regime of Mr. Ivanishvili is extremely cynical. დიახ, ბატონი ივანიშვილის სტრატეგია საკმაოდ ცინიკურია. მათ მართლაც აქვთ იმედი, რომ მალე დაუბრუნდებიან ჩვეულებრივ რეჟიმს. რადგან ხალხი გაქრება, ისინი დაიღლებიან ან იმედს დაკარგავენ და შეეგუებიან, რომ პრორუსული მოძრაობა უფრო ძლიერია, ვიდრე საზოგადოების პროდასავლური განწყობები. მაგრამ ივანიშვილის ხელისუფლება ცდება. ადრე თუ გვიან თავისუფლება და დემოკრატია გაიმარჯვებს. წინაპირობა კი, რომელიც ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს ამ ქვეყანაში, არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. როდესაც მე აქ მრავალპარტიულ დელეგაციის შემადგენლობაში ვიყავი გასული წლის ნოემბერში, მაშინ ძირითადი ყურადღება გქონდა გაყალბებულ არჩევნებზე. მაგრამ შემდეგ სიტუაცია გაუარესდა. იმიტომ რომ ამ გაყალბებულ არჩევნებს მოყვა კონსტიტუციის დარღვევა. ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი არ არის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერება. რადგან თუმე თქვენი კონსტიტუცია სწორად მესმის, ყველა ინსტიტუციამ და ყველა თანამდებობის პირმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მათ ძალებშია, რათა ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოს დაუახლოვოს. ეს ყველა ხელისუფლების ვალდებულებაა და კონსტიტუციის ასეთი დარღვევის შემდეგ საზოგადოებაში ძალიან დიდი უნდობლობა გაჩნდა მთავრობის მიმართ და ნდობის აღდგენისთვის საჭიროა ახალი არჩევნები, რომლებიც იქნება სამართლიანი და თავისუფალი. And the only chance to regain trust and confidence are elections, free and fair. So what will make თქვენი აზრით, რა აიძულებს ივანიშვილს უკან დაიხიოს? He has to accept, and it's hard for him to accept and for the regime that his game is over. ამ რეჟიმისთვის რთულია იმის აღიარება, რომ მათი თამაში დასრულებულია, არა იმიტომ, რომ მე ასე მსურს. მე ვიცი, რომ მათ დაიწყეს უზარმაზარი დეზინფორმაციული კამპანია, როგორც ჩემ წინააღმდეგ, ასევე ევროპის ბევრი სხვა პატივსაცემი დიპლომატის წინააღმდეგ. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ხალხს ამ დეზინფორმაციის არ სჯერა. საბოლოო ჯამში ხალხი უფრო ჭკვიანია, ვიდრე ივანიშვილი და მათ არ სჭირდება ჩემგან რამის სწავლება. ხალხმა კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლება, კანონის უზენაესობა, კორუფციასთან ბრძოლა და დემოკრატია. ამიტომ არ ჩვენ დავნებდებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის ქვეყნების დიდი უმრავლესობა მომხრეა, რომ გაიმართოს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამის ალტერნატივა არის ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ გააგრძელოს გზა ბელარუსის მსგავსი რეჟიმის დამყარებისკენ, იმისკენ, რომ საქართველო უფრო დაუახლოვდეს მსოფლიოში არსებულ ერთადერთ ომის პარტიას, რუსეთს. Close to the only existing global war party, and this is Russia. This is Russia. Russia is the only global war party. But now they have changed their propaganda main message. They are talking about deep state, not გლობალური ომის პარტიის შემდეგ ახლა რეჟიმი deep state-ს იშველიებს. ჩვენს უგვესმოდა და სულ გჯეროდა, რომ საქართველო ბელორუსი ვერ გახდება. მაგრამ ახლა მოვლენები ძალიან დრამატულად ვითარდება. თქვენ რა განცდა გაქვთ? to Belarus. We had such a phase. What's your feeling? When I'm here and when I'm in Germany
როცა მე აქან გერმანიაში ვარ, ხშირად ხვდები ძალიან ჭკვიან და განათლებულ ქართველებს, რომლებიც ამ ტყუილებს, ამ ბინძურ პროპაგანდას არასდროს დაიჯერებენ. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს მამაცი და უშიშარი ერი არასდროს დაადგება რუსეთისკენ მიმავალ გზას. ადამიანები ბევრს არაფერს ითხოვენ, ისინი ითხოვენ ჩვეულებრივ ცხოვრებას, კეთილდღეობას, დემოკრატიას, თავისუფლებას, მრავალფეროვნებას. ისინი ითხოვენ სამართლიან საზოგადოებას, შიშებისა და ავტოკრატიის გარეშე. რაც შემეხება მე არა ვარ მნიშვნელოვანი ფიგურა. მე უბრალოდ აქ ვარ იმისთვის, რომ ხალხს გვერდით დავუდგე და ვუთხრა, რომ ისინი მარტონი არ არიან. მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ გადატრიალება ან მაიდანი მოვახდინო. ამ ქვეყნის მომავალი ამ ქვეყნის მოქალაქეების ხელშია და არა ერთი კორუმპირებული ოლიგარქის ხელში. But not alone in the hand of a corrupt oligarch. Thank you very much for your permanent support, but let me ask you. მადლობა მუდმივი მხარდაჭერისთვის, მაგრამ მინდა მთავარ პრობლემას და მთავარ თემას დაუბრუნდე. რა შეაჩერებს ივანიშვილს? ევროკომისიამ დიპლომატიურ პასპორტებზე შეზღუდვა დააწესა. ეს არის ერთგვარი დასჯა ივანიშვილის რეჟიმისთვის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ფიქრობ თუ არა, რომ ისევე როგორც ბალტებმა, ამერიკამ, გერმანიამაც უნდა დააწესოს სანქციები. არა მხოლოდ სამოგზაურო შეზღუდვა, ფინანსური სანქციები. გადადგამს თუ არა ოფიციალური ბერლინი ამ ნაბიჯს და როდის? Mr. Ivanishvili, don't be naive and don't think ბატონი ივანიშვილი ნუ იქნება გულუფხვილო და ნუ ეგონება მას, რომ ეს ყველაფერი არის უკანასკნელი ზომები ამ ქვეყანაში დემოკრატიის დასაცავად. ეს ასე არ არის. ყველა ინსტრუმენტი და ვარიანტი ჯერ კიდევ განიხილება. მე მესმის, რომ ქართველები ცოტათი გაწმილებულები არიან ევროკავშირით, რადგან იქ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ცოტა რთულია. სანქციების დასაწესებლად ჩვენთან საჭიროა ყველა წევრი ქვეყნის ერთსულოვნება. სამწუხაროდ უმცირესობა, რომელიც პრორუსულია, ამ სანქციებს ბლოკავს. გერმანიაში ეს არის პარტია AfD, ნაციონალ-პოპულისტური პრორუსული პარტია, ასევე ორბანი უნგრეთში და ფიცო სლოვაკეთში. ივანიშვილის მოკავშირეები, ფიცო და ორბანი. In Germany, the RFD, National Populist, Pro-Russian Party, and Mr. Orban and Mr. Fico in Slovakia. But it's just a very small minority. ამიტომ ჩვენ გვჭირდება უფრო კრეატიული გადაწყვეტილებები. ჩემი გზავნილი ბრიუსელისთვის და ჩემი ქვეყნის მთავრობისთვის აქ ვიზიტის შემდეგ არის ის, რომ უნდა გავაკეთოთ მეტი, რადგან სიტუაცია უარესდება. მე 2 დღეა რაც აქ ვარ და მმართველი პარტიის წევრები ოპოზიციის ლიდერს დაესხნენ თავს. გიორგი გახარია. ასევე თავს დაესხნენ და სცემეს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები. დამოუკიდებელი ჟურნალისტი ჩასვეს ციხეში. ეს არის სამარცხვინო და ამას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან. თუმცა ეს ასევე ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილის რეჟიმი უკიდურესი ზეწოლის ქვეშაა. ისინი ახლა საკუთარ ხალხს ებრძვიან. They fight against their own people. ისინი რუსული ინსტრუქციებით მუშაობენ? If it is Serbia, იქნება ეს სერბეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა თუ სხვა ქვეყანა, ისინი ყველანი ერთსა და იმავე მეთოდებს იყენებენ. თუმცა ამ ქვეყანაში ჯერ არაფერია დაგვიანებული, რადგან აქ სიტუაცია სრულიად განსხვავებულია ვიდრე რუსეთში, ან სხვა ავტორიტარულ ქვეყანაში, რადგან აქ ხალხი ჯერ კიდევ იბრძვის. ისინი იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის, დემოკრატიისთვის. ისინი არ ნებდებიან. ამიტომ მე სამშობლოში უფრო ოპტიმისტური განწყობით ვბრუნდები. I go back not more pessimistic. I go back more optimistic. და მაინც მინდა დააკონკრეტოთ, რას იზამს გერმანიის მთავრობა? იქნება თუ არა ნაციონალური სანქციები იმ ხალხისთვის, ვინც ჩვენ არჩევნები და ევროპული მომავალი მოგვპარა. ოცნების წევრების დიდ ნაწილს ქონება და ანგარიშები დასავლეთში აქვს. ეს იქნებოდა კარგი პასუხი ევროპის მხრიდან. First of all, I expect that the European leaders პირველ რიგში მე იმედი მაქვს, რომ ევროპელი ლიდერები, მათ შორის ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი, მეტ ლიდერობას გამოიჩენენ. ასევე ზეწოლას მოახდენენ ევროკავშირში ივანიშვილის მომხრეებზე, რომლებიც უმცირესობაში არიან. ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია და თავისუფლება ჩვენს სამეზობლოში. სანქციების დაწესება რთულია და მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიებზე შეზღუდვების დაწესება საკმარისი არ არის. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ვეტოს სიტუაციის დაძლევას. იმიტომ რომ სიტუაცია უარესდება და ჩვენ გვჭირდება მეტი სანქციები. ჩვენ ვერ ვიქნებით ჩუმად, როდესაც ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს თავს ესხმიან. Opposition leaders or journalists or civil society activists has been attacked. European Union has suspended meetings and relations on high level. ევროკავშირმა უმაღლეს დონეზე შეაჩერა შეხვედრები და ურთიერთობა ოცნების არალეგიტიმურ რეჟიმთან. ახლა ივანიშვილის საპარლამენტო გუნდი ევროსაბჭოსთვის ემზადება.
ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი პარტია, სოციალ-დემოკრატები, ევროსაბჭოში უნდა გამოვიდნენ ინიციატივით და ოცნების დელეგაციას სტატუსი შეუჩერონ. მათ დაიმსახურეს, რომ ეს ტრიბუნაც დაკარგონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილის გუნდი ამ ფაქტსაც საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენებს, რომ დასავლეთთან დაალაგა. The time is over for talks. მე აქ რამდენჯერმე ვიყავი მრავალპარტიულ დელეგაციაში და ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით მოლაპარაკებებს და შეხვედრებს რეჟიმთან, მთავრობასთან, პარლამენტარებთან. ისინი ყოველთვის უარს გვეუბნებოდნენ. უბრალოდ არ უნდათ ჩვენთან საუბარი. მე 27 წელია რაც პოლიტიკაში ვარ და არასდროს ყოფილ ვარ სიტუაციაში, როდესაც მეგობარი ქვეყანა ან სახელმწიფო, რომელთანაც ახლო ურთიერთობა გვაქვს, უარს ამბობდა საუბარზე. ახლა კი გაყალბებული არჩევნების შემდეგ უკვე გვიანია, იმიტომ რომ ეს პარლამენტი და მთავრობა არალეგიტიმურია. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ სოციალ-დემოკრატები, არამედ ასევე კონსერვატორები, ლიბერალები და სხვები იმუშავებენ ევროპის საბჭოში იმისთვის, რომ გაუგზავნონ მკაფიო მესიჯი ქართულ კოშმარს. თქვენი ადგილი არ არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. To the Georgian nightmare, to the Georgian dream, your place is not in the General Assembly or the Parliamentary Assembly of the Council of Europe anymore. But ჩემი კოლეგები ახლა მოლაპარაკებებს მართავენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროსაბჭო არის ის ინსტიტუტი, რომელიც მკაფიო სიგნალს გაუგზავნის თბილისს. which sends clear messages to Tbilisi. Oh, it will be really helpful. ალბათ ეს სამართლიანი იქნება მას შემდეგ, რაც მათ გაუკეთეს საკუთარ ხალხს. რაც შეეხება არჩევნებს გერმანიაში. ახალი მთავრობა, რომლის ფორმირებაც მოხდება, რა პოლიტიკას გაატარებს საქართველოს მიმართ. Continue towards Tbilisi and Georgia. That's another dirty propaganda of the Ivanishvili. ეს კიდევ ერთი ბინძური პროპაგანდაა, რომ გერმანიის არჩევნებში რომელიმე პრორუსული პარტია გაიმარჯვებს. პარლამენტში უმრავლესობაში მოვლენ და მომავალი მთავრობა ივანიშვილის რეჟიმს დაუჭერს მხარს. ეს არის აბსოლუტური ნონსენსი. დღეს მთელი ბუნდესტაგი, სოციალ-დემოკრატები, კონსერვატორები, ლიბერალები, მწვანეები, ყველანი დგანან საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტების გვერდით. და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი პარლამენტიც ქართველი ხალხის გვერდის იდგება. ამიტომ ჩემი მოწოდებაა, რომ ენდოთ გერმანელ ამომრჩევლებს. ისინი არასდროს დაუშვებენ, რომ საქართველოს ადგილი იყოს კრემლის გვერდით. Will never ever vote for a country who wants that Georgia's place is next to the Kremlin. Yeah. So thank you very much. It's very nice. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. თქვენი არჩევნების თემას მინდა დაუბრუნდე და რუსულ საფრთხეზე საუბარს. თავად ახსენეთ, რომ ულტრამემარჯვენეების ჯგუფი ძლიერდება და AfD-მ შეიძლება 20%-მდეც კი მიაღწიოს. რამდენ დიდია რუსული პროპაგანდის გავლენა გერმანიაში, არის თუ არა რუსული ჩარევის საფრთხე, ისევ როგორც ჩვენთან და რუმინეთში მოხდა და როგორც აპირებს ებრძოლოს გერმანია ამ პრობლემას. How will you combat this situation? It's a very tense situation and ნათია, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ჯეროვნად არ ვაფასებდით რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავლენას გერმანულ საზოგადოებაზე. ახლა ჩვენ კარგად გვესმის, რომ რუსეთი ცდილობს ჩვენი პოლიტიკისთვის ზიანის მიყენებას. სამწუხაროდ, ბევრი რუსული ნარატივი ჯერ კიდევ ცოცხალია გერმანულ საზოგადოებაში. მაგალითად ის, რომ ნატო არის პასუხისმგებელი უკრაინის ომზე, იმიტომ რომ ჩვენ არ გავითვალისწინეთ რუსეთის ინტერესები. სინამდვილეში უკრაინა, საქართველო და მოლდოვა დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და ქართველების თავისუფალი ნება იყო, როდესაც მათ ევროკავშირის წევრობაზე შემოიტანეს განაცხადი. არავის დაუძალებია ბრიუსელში საქართველოსთვის, რომ ეს განაცხადი შემოეტანა, მაგრამ თუ განაცხადი შემოტანილია, მაშინ ქვეყანამ გარკვეული პირობები უნდა შეასრულოს. მაგრამ სამწუხაროდ რუსული პროპაგანდა ჯერ კიდევ ცოცხალია და ლიბერალური და სოციალური დემოკრატიები მთელ მსოფლიოში არ არიან საკმარისად ძლიერები, რომ ამ პროპაგანდას ებრძოლონ. გერმანია ამ ბრძოლაში მაგალითი ნამდვილად ვერ იქნება. ჩვენ ახლა ჩვენი ინსტრუმენტებისა და მეთოდების გაუმჯობესების პროცესში ვართ, რათა ამ პროპაგანდას ვებრძოლოთ. ეს მაძლევს საშუალებას, რომ უფრო ფართო სურათს შევხედო. თქვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას რომ შევხედოთ, ეს არ არის ადგილობრივი ბრძოლა ოლიგარქსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის. ცივილიზაციათა ჯახს გავს. Autocracy and liberal ეს არის სერიოზული ბრძოლა ავტორიტარიზმსა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის. ამიტომ თუ თქვენ წააგებთ, ამას დიდი ნეგატიური გავლენა ექნება ასევე ევროპაზე და ევროკავშირზე. სწორედ ამიტომ დგავართ თქვენს გვერდით. Also on our resilience in Europe, in the EU. And that's why we stand with you. Very simple.
Because Moldova now has a parliamentary election. თუ კი საქართველო წააგებს, შემდეგი მოლდოვა იქნება, მერე უკრაინა. They will swallow Moldova next, maybe Ukraine and Of course, but the situation in Moldova is totally different. მოლდოვაში სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. იქ საზოგადოება უფრო დაყოფილია და ალბათ 55-60%-ია ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრე, მაგრამ 40-45%-ს ჯერ კიდევ სჯერა რუსული ცხოვრების სტილის. საქართველოში კი მოსახლეობის 80-85% დგას ევროკავშირის გვერდით. მათ სჯერათ კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ყველა იმ პრინციპის, რომელზეც დგას ევროკავშირი. ასე რომ მოლდოვა განსხვავებულია, მაგრამ იქ უმრავლესობა მაინც იზიარებს ჩვენს ფასეულობებს და სურვილებს. you are German politicians, but still, Georgian dream. თქვენ მართალია გერმანელი პოლიტიკოსი ხართ, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ იმის შესახებ, რომ ოცნება რატომღაც ახლა ელოდება ტრამპს. შეიძლება დასანქცირებული ივანიშვილისთვის ამერიკის ახალი პრეზიდენტი მაშველი რგოლი გახდეს? Regime could find friends and allies in Trump administration. The opposite is the case. Now we have a სრულიად საპირისპირო ხდება. ახლა არსებობს ორპარტიული გადაწყვეტილება, რომ ივანიშვილის რეჟიმი დასანქცირდეს და საქართველო დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას. ჩემი კოლეგა ჯო ვილსონი კარგ საქმეს აკეთებს. ის ძალიან ახლოს არის დონალდ ტრამპთან. ასე რომ ეს ქართული ოცნების კიდევ ერთი გულუბრყვილობაა, როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ ტრამპი დაიცავს ქართულ ოლიგარქს საქართველოში დემოკრატებისა და ევროპელების წინააღმდეგ. ისინი ცდებიან. he gets wrong, I'm sure. When was your last როდის შეხვდით ბოლოს ივანიშვილის წარმომადგენლებს? Last year, that was very bizarre. გასულ წელს ჩვენი შეხვედრა ძალიან უცნაური იყო. ჩვენ ვითხოვეთ ბევრი საუბარი და შეხვედრა, ასევე მრავალპარტიული ევროპული დელეგაციის მონაწილეობით. საპასუხოდ მმართველმა პარტიამ გამოგვიგზავნა მხოლოდ ერთი წარმომადგენელი, მაგრამ მან მიგვიღო არა პარლამენტში, არამედ ქართული ოცნების შტაბ-ბინაში. მაგრამ მე აქ არ ვიყავი იმისთვის, რომ პარტიის პოლიტიკა განმეხილა, არამედ იმისთვის, რომ მესაუბრა ჩემს კოლეგებთან, საქართველოს პარლამენტის პატივცემულ წევრებთან. ახლა კი უკვე გვიანია, რადგან მე ვერ ვაღიარებ მთავრობას, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს ატარებს და თავს ესხმის საკუთარ ხალხს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ოპოზიციონერებს. მე დიდად არ მანაღვლებს დეზინფორმაციული კამპანია ჩემს წინააღმდეგ, რადგან მე შინ დავბრუნდები მალე. მე ვღელავ ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე თქვენს ქვეყანაში, რომლებმაც არ იციან, რა რისკის ქვეშ არიან, როდესაც საკუთარი სახლებიდან გადიან. ეს სამარცხვინო ამბავია და მე არ მინდა, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლება თავისი საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ იყენებდეს რუსულ, ირანულ, აზერბაიჯანულ, ჩრდილოკორეულ მეთოდებს. And that they don't use Russian, Iranian, North Korean, Azerbaijani tools against their own society. Our colleagues' detention, Zia Maglobeli. დააკავეს მზია ამაღლობელი, ძალიან სანდო რეპუტაციის მქონე ობიექტური მედიის წარმომადგენელი და დამფუძნებელი. ციხეში არიან ნათელი ბიჭები, პოლიტპატიმრები. ჩვენ ნახეთ მზია ამაღლობელის კადრი მარია რესას წიგნით ხელში. როგორ დავამარცხოთ დიქტატორი? მე გონდა რუსულ ტელევიზიას ვუყურებდი. აი ეს კადრი რას ნიშნავს თქვენთვის? What kind of feelings did you have when you saw it? She's our sister. მზია ამაღლობელი არის ჩვენი და, ის არის ერთ-ერთი ჩვენგანი და ძალიან სამარცხვინოა, რომ კრიტიკული ხმები ციხეში არიან. ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს. ახლა ყველა საქართველოს შესწქერის. ეს რეჟიმი კი ყველაფერს ანგრევს. შეიძლება უფრო მეტი ადამიანის ჩასვათ ციხეში, ადამიანების წინააღმდეგ გაშავების კამპანიები ატაროთ, რათა მათ მიმართ ნდობა შელახოთ, მაგრამ ადრე თუ გვიან თავისუფლება და დემოკრატია გაიმარჯვებს. But sooner or later, freedom and democracy will win. Firstly, you mentioned that Tbilisi is the capital of Europe. მე ვიყავი ის ჟურნალისტი, ვისთანაც ონლაინ ინტერვიუს დროს თქვენ პირველად თქვით, რომ თბილისი ევროპის დედაქალაქია. ახლაც ასე ფიქრობთ? Do you still believe that Tbilisi is the capital of Europe? Tbilisi is the true capital of Europe and will remain the true capital of Europe. Of course. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მე ეს რამდენჯერმე ვუთხარი ქართულ მეგობრებს და მათ ეუხერხულებათ, იმიტომ რომ ქართველები ზედმეტად მორიდებულები არიან. ევროპა არ არის მხოლოდ ერთიანი ბაზარი ან ერთიანი სავალუტო ზონა. ეს არის ისეთი ქვეყნების კავშირი, რომლებიც ერთსა და იმავე ფასეულობებს იზიარებენ. თუ გინდათ ეს სულისკვეთება შეიგრძნოთ, თბილისში უნდა ჩამოხვიდეთ და ასევე ამ ქვეყნის სხვა ქალაქებშიც, ქუთაისში, ბათუმში. ხალხი დგას და იბრძვის. დიდი მადლობა და მიყვარხართ. The people stand up. Thank you so much. I love you. Thank you so much. So, thank you very much. ძალიან დიდი მადლობა.